მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ვნახოთ ჩვენ როგორ მომავალს ხედავს თქვენი პარტნიორი თქვენთან ერთად. ჯერ ვნახოთ სიგნიფიკაცია, რა ხდება ახლა თქვენ შორის და მე უკვე გავაკეთოთ გაშლა შემდეგი. კითხვები გვაქვს როგორც ყოველთვის მომზადებული. კითხოთ ყველაფერს აბსოლუტურად ჩვენ. Так, ვნახოთ ახლა. რა ხდება ახლა თქვენ შორის? თქვენ ახლა როგორ ხართ, იცით, აქ შეიძლება ხართ უფრო ძალიან პატარა პროცენტს შეიძლება გქონდეს, რომ თქვენ გაქვთ ურთიერთობა ახლა მხოლოდ როგორი თქვათ, სადღაც ერთმანეთს უთვალთვალებთ, დაუშვათ, აი ეგეთი თემა არის, თქვათ რაღაც, ხო? მაგრამ აქ სივრცე მაჩვენებს რას, რომ თქვენ ხართ აქ რაღაც მოლოდინში, უკვე იმისი, რომ ურთიერთობის გაგრძელება აქ სურთ. თან ახლა სხვათა შორის სივრცე მაჩვენებს, რომ უკვე შეიძლება თუ ვინმესთან დაუშვათ, არ არის ადამიანი გამოვლენილი, თქვათ, ნუ არ არის არაფერს არ აკეთებს, მაშინ გამოვაჩენს თავს სულ მალე, მაგრამ ის რომ აქ არის სივრცეში მაჩვენებენ იმას, რომ უკვე პრინციპში დარჩა სულ ცოტაც და უკვე დაიწყებთ თქვენ ახლა რაღაცა კომუნიკაციას. ზოგ შეიძლება აქ ეს კომუნიკაცია, მაგრამ აქ როგორი, იცით რა დონეზე ხო გეუბნებით, რომ აი თითქოს ადამიანი შემოდის შევაგავა, აი თქვა, ნუ უფრო გითვალთვალებს, კი, ნუ აქ ახლა აქ ადამიანს უყვარ ხარ თქვენ ნამდვილად და უნდა უკვე მაჩვენებს უნდა გაგრძელება ურთიერთობის. კარგით, აჰა, აგერ არის თქვენი მამაკაცი, რომელიც ნამდვილად უკვე იყურება თქვენსკენ, იმიტომ რომ თუ თქვენ გქონდათ რაღაცა რთული პერიოდი, როდესაც თქვათ, თქვენ მართლა იყავით იმაზე, აი როგორ ხართ, იცით, თქვენ ახლა პრინციპში აქ დაამთავრეთ რა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი სიტუაცია, შეხედეთ, აქ გამოდიხართ ერთად, თქვენ წყვილად. ეს სიტუაცია არის როგორ? აქ თქვენ შეიძლება დაამთავრეთ რა? აი ის პერიოდი და ალბათ ეს პერიოდი იყო თქვენთვის მოცემული იმისათვის, რომ თქვენ დაგემთავრებიათ აი ურთიერთობა, როცა არის მიჯაჭვული, ხო? აი როცა არის აი კარმულში არის ეგეთი თემა, რომ ეჯაჭვებთ ერთმანეთს და ვარ დამოკიდებულები რაღაცნაირად, ანუ ჩვენი ემოციები, ყველაფერი, ხო, არის დამოკიდებული, თქვათ, პარტნიორი როგორ არის გავზივარ, ვიღაცამ რომ დაწერა გოგომ რომ არ მახსოვს უკვე რომელი არხზე, რომ მე არაფერი არ შემიძლია ვაკეთო აბსოლუტურად, იმიტომ რომ სულ მაგაზე ვფიქრობ, ეს მესმის, ეს არის ეგეთი სტადია, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ახლა რატომ არის პაუზები, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ახლა დავუშვათ, ახლა ვართ ადამიანთან ურთიერთობაში, ხო? დავუშვათ, უნდა ისწავლოთ თქვენ ის, რომ თქვენი თავი, აი როგორც აქ არის, შეიყვაროთ. აქ даже ზოგი წავიდა სხვათა შორის ყურუმში, ანუ თქვენ რაღაცა შეიძლება ეზოტერიკაში წახვიდეთ, შეიძლება დაიწყოთ თქვენ ახლა გაშლების ყურება, ამის მეშვეობით, ხო? რომ გავიგო, რომ ვაფშე რა ხდება, რა მჭირს, ხო? იმიტომ რომ სხვათა შორის აი მაშინაც რომ დავიწყე თავიდან მუშაობა, ჩემი ძალიან დიდი მიზანი იყო იმისი, რუსულად მაშინ მუშაობდი უფრო ხშირად და მაქვს რუსული არხი ბედის მატრიცაზე, იმიტომ რომ მინდოდა რომ გოგოებისთვის მომიყოლებია, რომ ეს სიტუაციები, რომ არ, ნუ ბევრმა მომწერეს მაშინ, რომ მიშველა თქვენმა გაშლებმა, იმიტომ რომ და იქ даже მოუყევი მე მაგათ რაღაც ისტორიები, რომ არ გავგიჟდე რა, თუ რომ ნამდვილად არ ვიცოდე, რომ რა მჭირს რა, იმიტომ რომ ძალიან ვარ, აი ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ვერ ჭამ, ვერ სვამ, ვერაფერს, აი ლამის თავი მოვიკლა, იმიტომ რომ ვერ ხვდები რა ხდება რა, რა მჭირს ისეთი, რომ მე ამ ადამიანის გამო უკვე აი ნამდვილად ლამის ყველაფერი შევაჩერე რა. და ეს არის როგორი მომენტი არის, იცით რა, სტადიები მიდის, ნუ როცა თქვა დაუშვათ, შეიძლება თუ ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა პარტნიორებთან, შეიძლება ეს მოხდეს პარტნიორთან, თქვა ეს პარტნიორთანაც დაუშვათ შეიძლება გქონდეს. ანუ შეიძლება პირველად რომ მოხდები ასეთ ურთიერთობაში, ხო? სადაც აი თითქოს ნუ მიგაჯაჭვეს რა, ახლა კი ხარ ძლიერი, შეიძლება შენ სხვა ადამიანი დაუშვათ, როცა ნუ იყო ან არც მისცემდე უფლებას რომ ასე მოქცეულიყო, ხო, დაუშვათ, ან გახვიდოდი ადვილად ურთიერთობიდან, ხო, თქვა კარები დაუხურე და სულ კარგად ზანდებოდი რა და ფანჯარაც რო არ შემოსულიყო. მაგრამ აი ამასთან არ გამომდის რა, რომ ვერ ხვდები რა მჭირს, ხო? და ზუსტად თქვა თავიდან რა თქმა უნდა კარმული ურთიერთობა იწყება
იწყება ძალიან ისე რბილად, ასე რომ თქვა, ძალიან კარგად, ძალიან სასიამოვნოდ, რომ აი შეიძლება თქვა, რომ ღმერთო ესეთი ურთიერთობა არასოდეს არ მქონდა არავისთან, ასეთი გრძნობები არ მქონდა, ვაიმე ერთ ენაზე ვლაპარაკოთ, ვაიმე როგორ ვიცანი ჩემი ადამიანი, ვიცი ვარ დარწმუნებული და ასე შემდეგ, მაგრამ მე იწყება ეს პერიოდი, როცა აი შეიძლება 1-2 თვე მაქსიმუმ 3 თვე, ეს არის ძალიან უკვე ბევრი და მე უკვე იწყება ასე წოდებული გაკვეთილება, იმიტომ რომ მე უკვე, თქვენ ვინც დიდი ხანია ხართ ჩემ არხზე, კი იცით ახლა რომ მე ურთიერთობებს სხვანაირად უყურებ, წლები ვმუშაობ საერთოდ ამ თემაში და აქ ჩვენ არხზე ვინც პირველად ხართ, იცოდეთ რომ ჩვენ აქ არ ვკითხავთ, ჩვენ ტაროს ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენ კიდევაც ვსაუბრობთ, რომ მე მინდა რომ დავეხმარო აი ამ ჩემი ცოდნით, რომ გოგოებს, კიდაც ბიჭებს, მე ყოველთვის ბიჭებიც მყავს, ახლა მოდიან კონსულტაციაზე, ვინც ვერ ხვდებიან, მაგრამ პატივს ვცემ უზომოდ ბიჭებს, იმიტომ რომ გოგოები კი ჩვენ ახლა ეგრე რაღაცებს ვაკეთებთ ხო, მაგრამ ბიჭები მაინც ამათ უჭირთ ხოლმე და აი რომ უნდა ადამიანს რომ გაიგოს, ეს ძალიან საპატივისცემოა, ჩემგან მაგალი დიდი პატივისცემა ასეთ ბიჭებს ყოველთვის არის რა ჩემგან. ხო და აი ეს ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა რომ თქვენ ახლა შეიძლება აი ხო და ეს სტადიები როგორ არის, იცით, დავუშვათ ახლა აი თქვათ პირველი პერიოდი, რომ შენ, იმიტომ რომ ჩვენ ხო უნდა ვისწავლოთ რაღაცა, მოდის ეს ადამიანი აქ იმისათვის ჩემ ცხოვრებაში, რომ რაღაცა უნდა მას სწავლოს. ანუ დამან მე-15 როგორ მუშაობს, მანახებს ეს ადამიანი ყველაფერს, ანუ ანარეკლებით არის, სარკევით არის პარტნიორი, ხო? რომ იმიტომ გეუბნებით სულ, რომ უსმინეთ პარტნიორს, ისინი ყველაფერს ამბობენ, აბსოლუტურად ამბობენ ყველაფერს, უბრალოდ ჩვენ არ გვინდა რომ მოვისმინოთ. აი ზუსტად შენ რა პრეტენზიები აქვს ამ ადამიანს შენს მიმართ, ხო? რაღაცას გეუბნება და შენ ახლა ეს გაბრაზებს, ხო? ეს გწყინს შენ, ხო? დაფიქრდი მაგაზე, აი დაიფიქრე, რომ აი ეს რატომ არ მომწონს, რა არის, შეიძლება ნახათ რა ხდება, აი პროსტა ელემენტარული, ავიღოთ, თქვათ, ტყუილებში გამოიჭირეთ, ხო? და ამაზე ბრაზდებით, რომ თქვენ დაუშვოთ, ახლა მე არასოდეს შენ არ გატყუილებ, შენ რატომ ასე მეკცევი, ხო? და აი ვგიჟდები, ბრაზდები, როგორ შეიძლება ახლა მე მაგას ახლა დაუშვოთ მოვატყუო, არ ვატყუე, ვიცი დარწმუნებული ვარ, ხო? რა უბედურება, ეს უიტყუილება. მაგრამ აი აქ ზუსტად უნდა დაფიქრდე შენ სად რა მომენტებში შენ ვიღაცას ატყუებ. ეს არის ელემენტარული, აი სიტყვაზე შეიძლება უთხარი შენ და ქალს რომ გამოყვები მაღაზიაში. და ეს ორჯერ, სამჯერ, უმიცი რა რაღაცა საქმე გამომიჭდა. ის ახლა ზის ახლა გელოდება სიტყვაზე, ხო? და შენ ახლა ურეკავე მიცი რა არის, ვერ წამოვალ ახლა იცი მაპატიე რაღაცა უცბად სტუმრები მომივიდა. შენ ხო ამას შეუთავნხდე უკვე რა რაღაც დროს სტუმრებიან, ხო? მაგრამ არა ახლა ის სტუმრები მომივიდნენ, ამიტომ ამას ახლა მე ვეუბნები უარს. ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ ხო? მე უცბად ეს პარტნიორი შენი გეუბნება დაუშვოთ ახლა ისე რა ქვია, მოდი ამ შაბათ-კვირას თქვა გავისეირნოთ სადმე და უცბად თქვა შენ მომზადებული ზიხარ და ის გეუბნება იცი რა არის სიხარულო სამსახურიდან დამერეკეს და ვერ წამოვალ. ხო? ამ დროს მე იგებს შენ რომ თქვა მეგობრებთან ერთად ხალხს თქვა პივას სვავს, ხო? ხო ხდებით? აი ეგრე მუშაობს რა. ამიტომ გეუბნებით რომ თქვენ იმას კინო უყურებთ, აი ზედაპირულად და ასე რომ გაიგებთ თქვენ ეს აი მართლა ძალიან მაგრად დალაგდება ყველაფერი და მე იმიტომ სულ მაგას გიმეორებთ რომ მე როცა პირად გაშლას ვაკეთებ, ვიყენებ ყოველთვის მატრიცას, იმიტომ რომ იქ არის პროგრამები, რომელიც ამაზე მეტყველებს რა, აი თქვა რა პროგრამა გაქვს შენ და უკვე როცა ვსაუბრობ ჩვენ ეგრევე ხვდებით და უკვე ამაზე როცა რომ ასე ვთქვათ რომ მოაშორებ ამ პროგრამას უკვე всё მე ლაგდება ურთიერთობაც. მიხვდეთ, აი ეგეთი ეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის რომ გაგეგოთ რა. ხო და ამიტომ ეს არის რომ აქ ხა ეს პერიოდი არის რომ თქვენ ხართ ერთმანეთის სივრცეში, უბრალოდ თქვენ გადიოდეთ, ეხლა თუ იყო თქვენ შორის რაღა იტყვილებზეც რომ თქვი, აქ შეიძლება ვიღაცასთან ქონდა ეს სიტუაცია რომ ვერ გავიგე რატომ ასე ყოველთვის ასე რატო ხდება რა, რატომ ასე მეკცევა ეს ადამიანი რა. და ამ დროს შეიძლება თქვენ გრძნობდეთ რომ უყვარ ხარ, ან გეუბნება ადამიანი რომ მიყვარ ხარ, ხო და შენ ზიხარ და ფიქრობ თუ გიყვარვა რას მატყუებ ვერ გავიგე მაშინ რა. მიხვდეთ? აი ამ მაგალითზე აგიხსენით ახლა მე თქვენი სიტუაციები და ეს სხვადასხვა სიტუაციები შეიძლება იყოს.
გამიგეთ? ეს მნიშვნელოვანია. და აი აქ რაღაცა პერიოდი თქვენ მერე დაუშვოთ, თქვენ გაიგეთ სიტყვაზე ამ ტყუილებზე, всё, რაღაცა მივხვდით, უკვე ეგრევე დაგირეკათ, ეგრევე თქვა დაიწყეთ ისე ურთიერთობა, ეგრევე ხართ კარგად დაუშვათ და მერე წამოვიდეთ სხვა რაღაცა გაკვეთილი. всё, აღარ იტყვილება, ერთად ეხართ, ყველაფერი კარგად არის. სხვა რაღაცა წამოვიდა, ხო, დაუშვათ ახლა სიტუაცია და იძახე რომ ღმერთო ჩემო, ახლა ეს რაღა არის, ხო? ისევ უკვე შენ დაუშვოთ ახლა პაუზაში გადადეხართ, რაღაცა წაიჩხუბეთ, რაღაცა უთხარით ეწყენა, ან თქვენ გეწყენა თქვა, ხო? ისევ სხვა ეტაპზე გადახვედით, ხო? დაუშვოთ, ჩვენ ერთ პარტნიორზე დაუშვოთ, ლაპარაკობთ, ხო? და აი მაგ პერიოდში უკვე შენ თუ იცი დაუშვოთ, შენ უკვე იცი რომ აი კიდე რაღაცა ჯანდაბა ხდება, მოდი დავფიქრდე. შენ უკვე აღარ ნერვიულობ იმ დონეზე, შენ უკვე ზიხარ და მართლა ამ პაუზას უკვე იყენებ იმისათვის, რომ გაიგო, ეხლა რაღაცა ხო? რისთვის, იმიტომ აი გაშლას ვაკეთებ ხოლმე კარმულს, რისთვის არის ეს სიტუაცია, ხო? უკვე ჩვენ ამაზეც უკვე ხვდებით თქვენ. იმიტომ რომ ჩვენ ურთიერთობაში სულ სწავლობთ, ეს მინდა რომ გაიგოთ, კარგად სწავლობთ რა. სხვანაირად თუ არ გინდა და თუ ამას არ იღებთ გოგოებო, იყავით როგორც ხართ, რა ვქნა, მე გეუბნებით როგორც არის, იმიტომ რომ 20 წელიწადი ვმუშაობ ამ თემებზე და ვიცი. მე აქ ზღაპრებს არ ვიგონებ არაფერს რა და იმდენი ოჯახი მაქვს შენარჩუნებული და იმდენი რაღაცები რომ რა გითხრათ და წყვილები. ხო და ამიტომ გეუბნებით რომ აი აქ ახლა თქვენ შეიძლება ხართ უკვე იმ სტადიაში, ეს შეიძლება даже იყოს სხვა პარტნიორებთანაც, მნიშვნელოვანი იყო, აი დავშორდი, იმიტომ რომ სულ იტყვილებოდა, ხო? დავშორდი. და მტკივნეული იყო, მაგრამ დავშორდი. ეხლა მეშინია შესვლა სხვა ურთიერთობაში, იმიტომ რომ კიდე არ მომატყუოს, იმიტომ რომ იქ სულ იტყვილებოდა, ხო? ამ დროს შენში არაფერი არ გააკეთე. კაი, მოგცემენ სხვა პარტნიორს დაუშვათ, ეხლა დაიწყებ და ძალიან მაგარი ბიჭია, ძალიან კარგია, ძალიან მშვენიერია და მე ისე დაიწყო, გინდა გოგო, არ აქვს მნიშვნელობა, ის ეხლა იმასთან ეგრე იწყება, ხო? და აი ფიქრობ, რომ რას უყოლა კაცი არის მატყუა, არა, რა უბედურება. გამიგეთ რა ხდება და მე უკვე ისე ხარ სულ და აი არ მიმართლებს ურთიერთობაში. აი ეს არის, იმიტომ არის მატრიცა საჭირო ყველასთვის, რომ იცოდე შენი პროგრამები და იმიტომ არის ძალიან მწარე პროგრამა, სხვათა შორის ეგა და როცა ნამდვილად სულის წინა ცხოვრებაში ძალიან ბევრს იტყვილებოდა, ძალიან ღალატობდა, ბევრ რაღაცებს აშავებდა, ამ ცხოვრებაში სულ ეგეთი პარტნიორები ხდება, ან ადამიანები, შეიძლება ის დაქალები აუცილებელი არ არის, ან თქვათ, სულ ვიღაცები მატყუებენ, მაღაზიაშიც კი რა, ორი თეთრით მაინც მომატყუებენ, გამიგეთ, ეს არის პროგრამა. აი ეს არის ამაზე. როცა შენ ხვდები რა უნდა გააკეთო ამ დროს, მე უკვე შენ უკვე всё, მორჩა დაიხურა ეს პროგრამა და ამუშავე, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორი მოდის ჩვენთან ჩვენს პროგრამებზე. გამიგეთ, ეს ასე მუშაობს, всё. გინდა ამიჯეროთ, გინდა რა. ხო და ამიტომ აქ ახლა ეს მომენტი ზუსტად აი ეს იყო, რომ უნდა გააგეგო და ეხა სიტუაცია თქვენ თუ არ იცოდეთ, აგერ მე ვალენტინა ბარბაკაძე მოგიყევით თქვენ ეს სიტუაცია, ეხა ამას მაჩვენებენ რა. всё. ეს სიგნიფიკაცია იყო, ეხლა უკვე ჩვენ დავსვათ კითხვები, ხო? რომ აი ამ ურთიერთობაზე. დადეთ ეხლა გალია წყალიან მოამზადეთ ყავა და გავაგრძელოთ ეხლა ჩვენი საუბარი. რომ ჩემი ამოცანა არ არის მარტო რომ თქვენ ეხლა რაღაცა გითხრათ, ეხლა აქ გიმკითხავთ, მე მინდა რომ თქვენ იცოდეთ, რატო ხდება ის, რომ უკვე შეცდომები აღარ დაუშვათ. გამიგეთ? ჩვენი მისია გვაქვს უკვე. ჩემი მისია დაგეხმაროთ, რომ თავს არ ურახუნოთ კედელს. всё. კაი მისია მაქვს, ხო? так, დავიწყოთ ახლა ჩვენ, ანუ როგორ ხედავს თქვენს მომავალს მთლიანობაში ეს თქვენი ძვირფასი პარტნიორი? უნდა თუ არა, რომ მომავალში შენ იყო მის ცხოვრებაში. რა გრძნობებს უკავშირებს თქვენს მომავალს ეს ადამიანი? ნახოთ, რა გრძნობებს უკავშირებს. რა შიშები უშლის ხელს, რომ ეს მომავალი ააშენოს, ხო? რა შიშები აქვს მაგას? კარგი კითხვა არის, ნახეთ, ახლა რა ქმედებებს გაკეთებაში შეუძლია თქვენთვის რა, თქვენთან რა ქმედებებს შეუძლია გააკეთოს თქვენი გულისთვის, ხო? აქვს თუ არა მაქვს სერიოზული განზრახვები ვნახოთ. როგორ შედეგს ხედავს თქვენს ურთიერთობისთვის და
რა შეიძლება შეცვალოს თქვენი საერთო გზა და რას მალავს. ნახოთ კიდე იქნება რაღაც მალავს და მე ვკითხოთ ახლა რა იქნება რა მოდით ნახოთ მაგრამ შედეგი ამ სიტუაციაში იყოს აი აქ თუ არ დამავიწყდა ასე დავდებ რომ არ დამავიწყდეს. აი ისე დავიწყოთ ახლა ჩვენ მე წყალს დავლევ და დავიწყოთ. წყალი საჭირო არის რომ ენერგია იმოძრაოს. როცა მუშაობ მე ხო ენერგიებთან მუშაობ და რო არის ენერგია. так, ნახოთ ახლა ესე იგი. ანუ როგორ ხედავს ეს ადამიანი საერთოდ თქვენს მომავალს მთლიანობაში, როგორ ხედავს და პენტაკლების მეფე გამოვიდა, როგორ ხედავს. გადასარევად ხედავს, ეს ხედავს რომ მე ვარ შენი ბატონ პატრონი, მე ვარ შენი კაცი, მე ვარ შენი ყველაფერი და ანუ აქ ხედავს თავის ქმრად, მოდი ასე რომ ვთქვათ, რომ მე ყოველ საჯარო გაშლა არის, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ პენტაკლების მეფე ეს ადამიანი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას ცხოვრებაზე, ყველაფერზე აბსოლუტურად. ანუ ყველა ვარიანტში ეს ადამიანი ხედავს იმას, რომ თქვენ ხართ მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, ნახეთ აქ როგორ უჭირავს პენტაკლი ხელში რა, ანუ ეს ჩემთვის არის ძვირფასი ურთიერთობა, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა და მე მზად ვარ, რომ ამ ურთიერთობაში ნამდვილად ჩვენ გქონდეს წინსვლა, ერთად მინდა ვიაროთ ჩვენ ამ გზაში. აქ ადამიანს უნდა და ხედავს თქვენს მომავალსთან ძალიან საკმაოდ აი ერთად მივდივართ, მაგრამ მე ვიღებ პასუხისმგებლობას, პენტაკლების მეფე იღებს პასუხისმგებლობას, ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ აქ ნამდვილად აი თქვენთან ერთად ყოფნას ყველა ვარიანტში ფიქრობ. ზოგისთვის შეიძლება даже ცხოვრებასაც თუ დაუშვოთ ახლა თქვენ მანძილზე ხარ, შეიძლება ზოგისთვის იქნება აქტუალური ის, რომ თქვათ, უნდა წაგიყვანო შენ ჩემთან სახლში დაუშვოთ, ჩემ სახლში, ან იქ სადაც მე ვცხოვრობ, ან მე შენთან, ყოველ შემთხვევაში შეიძლება დაუშვოთ შემოგთავაზებ ზოგს, რომ თქვათ, მოდი სადმე გადავიდეთ სხვა ქალაქში ვიცხოვრობ, თქვათ, სხვა ქვეყანაში შეიძლება გეტყოს, რომ ვიცხოვროთ, ყოველ შემთხვევაში აქ რო ხედავს თქვენთან ძალიან კარგ მომავალს, კი აი სირთულეები თუ რაღაცა იყო თქვენს ურთიერთობაში, ეს ფიქრობს, რომ უნდა დასრულდეს, ანუ ძველებურად ნამდვილად არ მინდა, მე მინდა რომ ჩვენ უკვე დავიწყოთ აი ჯანსაღი კარგი ურთიერთობა, იმიტომ გითხარით მე თქვენ აქაც უკვე სივრცე, აქაც 6-იანი პენტაკლების, აქაც 6-იანი პენტაკლების, ანუ უკვე სივრცე აჩვენებს იმას, რომ უკვე თქვენში იწყება რაღაცა კომუნიკაცია, ამასაც უნდა ეს უკვე გამიგეთ. ნახოთ ახლა კითხვა კი გვაქვს ჩვენ ახლა უნდა თუ არა თქვენი ერთად მის გვერდით ყოფნა, თქვენ რო იყოთ, სულ უნდა კი არა, ძალიანაც უნდა. ანუ მას უნდა ძალიან რომ თქვენ იყოთ, ანუ ხედავს კი არა მაგას, აი აქ უმრავლესობას გეუბნებით, გექნებათ სიტუაცია, როცა ამ ადამიანმა მიიღო ალბათ გადაწყვეტილება, რომ თქვენთან ერთად აქ თუ იყო წასული დაბრუნებასაც ხედავს და ხედავს, რომ ეს რთული პერიოდი უნდა წავიდეს და უნდა დავიწყოთ ეს კომუნიკაცია და ეს ადამიანი ხედავს თქვენ გვერდით რო იყოთ, იმიტომ რომ თქვენ რა ვიცი, მაგის მფარველი ანგელოზი ხართ, მე მგონი კი, თქვენთან ერთად ცხოვრებას ხედავს, თქვენთან ერთად ყოფნას ხედავს ჰარმონიაში და სიყვარულში და ბედნიერებაში რა. იმიტომ რომ შეიძლება ეს ადამიანი ხედავს რომ თქვენ მასში რაღაც ასახებთ აი სიმშვიდეს, აი როგორც მფარველი ანგელოზი ხართ მისი ცხოვრების რა, ანუ თქვენს აი სხვას ვერავის ვერ ხედავს, იმიტომ რომ მაღალი არკანიც არის და ახლა 4-იანი გვერდხების ახლა რა თუნდა მაგაზე ლაპარაკი რა. ვნახოთ ახლა რა გრძნობებს უკავშირებს თქვენს მომავალს. ვარსკვლავი, სულ მაღალი არკანებით მელაპარაკება ეს ადამიანი. რა გრძნობებს უკავშირებს ეს ადამიანი? აქ ახლა რა გრძნობა უნდა იყოს, რომ აი ნამდვილად, რომ არ იყოს სიცივე, ნახეთ. აი თუ დაუშვოთ, იყო თქვენ შორის რამე, აი მანძილი დაუშვოთ, ხო? რა გრძნობებს ახლა ანუ მანძილი არ უნდა იყოს, გაბუტვები არ უნდა რომ იყოს. ანუ ამას უნდა რომ იყოს თქვენს გვერდით, როგორც გითხართ, აი სიყვარული, სითბო და გაგება რა. არანაირი აი ეს გაბუტვები, არანაირი ეს თქვათ, იმიტომ რომ თქვენ ხართ მართლა აქ ძალიან რაღაც მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ და
და ნამდვილად ეხლა მაგას უნდა რომ შეიცვალოს სიტუაცია, იმიტომ რომ შეიძლება იყო თქვენს შორის დაუშვათ ეხლა მანძილე და ეს მანძილე ნამდვილად აღარ უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხვდება რომ ეს მანძილე ნამდვილად აფუჭებს ამ ურთიერთობას და არა რაღაცას კარგს თქვათ ეხლა გაძლეს. ანუ სხვანაირად მინდა როგორც იყო არ მინდა ეს რო იყოს, იმიტომ რომ ზუსტად უკავშირებს ისეთ გრძნობებს თქვენს ურთიერთობას, რომ აი ძალიან მაღალ დონეზე რა რო იტყვიან რა. აი ეს არის. აი სხვანაირი თითქოს რაღაც ენერგიები რა. ნუ ეგრევე მაჩვენა რომ არანაირი ტყუილები, არანაირი გაბუთვები, არანაირი ბლოკები, აი ეს რაღაცები აღარ მინდა რა. მე მინდა მშვიდი წყნარი ნორმალური ურთიერთობა და არა აი ესეთი როგორიც ახლა ხდება, ხო? ნახოთ ახლა რა შიშები აქვს, ხო? მაგას ახლა ესეც ნახოთ ახლა რა შიშები უშლის ხელს მაგას. რა შიშები, მაგ სიყვარულის შიშია. გოგოებო, ახლა გავაკეთე სხვათა შორის გაშლა, იქნება იქ მე ნახეთ თქვენ ეს გაშლაც რა ქვია. აი დამავიძე რა დავარკვე, მაგრამ დღეს ჩავწერე რა. და აი იქაც იყო ზუსტად ეს კითხვა, რომ აი რა შიშები აქვს და სიყვარული შეიძლება მაგას ეშინია, რომ მთლიანად ახლა ჩაიძირება ამ გრძნობებში და საინტერესოა სიყვარულის ეშინია, იცით, აი სიყვარული, აი კი ბატონო, აი რომ ამას სხვათა შორის ძალიან ეშინია, რომ შენ გახდები მისი მთლიანად აი სამყარო, ამას ეშინია, რომ აი ნახეთ ახლა გეტყვით რა ხდება. მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონტროლი რა. უნდა აკონტროლოს თავის თქვათ ახლა გრძნობები, არის ქალის თემა, ხო? და როცა მამაკაცი ვარდება სიყვარულში, ის მე თავს ვერ აკონტროლებს, გამიგეთ რა ხდება და ანუ ვეღარ მართავს თავს და რაღაცა უცნაურია ეჩვენება თავისი თავი, რაღაც უმართავი ვარ რა. ანუ ეს გოგოებს კი შეუძლია რომ თქვათ ახლა დაждდეს და იტიროს თქვათ სიტყვაზე, კაცს ხوار დაждდება იტიროს და რაღაც. ანუ ხო ხვდებით რაც მინდა გითხრათ რომ ვერ აკონტროლებენ ეგენი თავის თქვათ ახლა გრძნობებს და ამიტომ არის ხშირად ის მომენტი რომ თქვათ გაქცევები და რაღაცები რა რო ხდება. და იმიტომ რომ ნუ თითქოს აი იქ უფრო მშვიდდება, იქ უფრო წყნარდება, როცა შენგან შორს არის, ხო? იქ უფრო თითქოს დამშვიდებული არის და აი რომ ნუ უფრო თქვათ ახლა ვაკონტროლებ ჩემს თავს. აქ ვერ აკონტროლებს ეგა თავს რო თქვენთან და ამიტომ ეშინია რომ შენ არ გახდე მისი მთლიანად სამყარო იმ დონეზე რომ ვაფშე არავინ არ მენდომება, გამიგეთ? რომ მარტო ვიყო შენზე დამოთქვათ, აი შენ ხარ ჩემი ყველაფერი და აი ეგეთი რაღაცა არის აქ ვერ აკონტროლებს, იმიტომ რომ უყვარ ხარ ძალიან. აქაც მაჩვენა თასების მეფე ესეც და ამიტომ ეშინია რომ მთლიანად არ ჩამყლაპოს რა ეხა ამ სიყვარულმა. აი ეგეთი რაღაცა არის. კი, ხო სწორედ ვამბობ, კი მეთქე მეუბნები. კი, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ზეგავლენას ახდენთ მაგაზე ძალიან და ეშინია, даже შემიძლია თქვა რომ ეშინია თქვენი. ამას ძალიან ეშინია. პლუს კიდე შეიძლება ისე შიში აქ იცით მაგას, აი თუ დაუშვათ აქ იყო რამე ისეთი სერიოზული სიტუაცია, რაზეც მე ვილაპარაკე, ხო? ამას ძალიან ეშინია, რომ თქვენ უარს იტყვით მაგას, დაუშვათ ეხლა თუ დაბრუნდება ან რაღაცა, ხო? აი აქ ყოველას თავის სიტუაცია, ერთ-ერთ ვარიანტს კიდე გეუბნებით, რომ აი დაუშვათ მე რომ გამოუჩნდეთ, თქვათ, აი ეშინია ძალიან შეიძლება თქვენ თქვათ დაასრულეთ ურთიერთობა მასთან, თუ არა აქვს ამას თქვენზე რამე ინფორმაცია ყურუმზე ხო გითხარით, რომ შეიძლება ეგ ხედავს თქვა სადმე გიყურებს, რომ ისედაც კარგად ხარ და შეიძლება ფიქრობს, რომ შენ დაასრულე და ვაფშე არ ჭირდება შენ ეს კაცი რა. ნუ ყველა სხვადასხვა სიტუაცია აქვს და ამიტომ შეიძლება აქ გქონდეს ეგეთი მომენტი, რომ ეშინია რომ აი ყველაფერი დასრულდა, მეშინია რომ დავაგვიანე, მეშინია რომ აი ამ პაუზაში თუ იჯდა კაი ხანი, უკვე ეშინია რომ თქვენ ვაფშე 100 წელი არ გჭირდებათ ეგა და ვაფშე შეიძლება სულ სხვა ვიღაცა ყავთ, გამიგეთ რა ხდება და სტრესის даже იმიტომ რომ ასების ტუზი ზოგჯერ აჩვენებს სტრესს, რომ ახლა ნუ ეგო ხო, ახლა თავის თავად აქ ადამიანს და კაცს და მე მოვდივარ ახლა ამასთან ახლა ძრახვები და ისეთი რომ არიქა და ერთად ვიყო და ბედნიერად ვიყო და კარგად ვიყო და შენ ახლა ადგები და მეტყვის უკარგად ზანდებოდი სულ სხვა მყავს, გამიგეთ? აი ეს არის რა, რომ აქ ამისიც ეშინია სხვათა შორის, იმიტომ რომ აქ ხედავს ეგ რომ თქვენ შორის წეღან რომ გითხარით რომ დავიწყე ამაზე ლაპარაკი, რომ თითქოს უკვე არა ხართ ისე მიჯაჭვული, შეიძლება თქვენ ენერგიას ვერ ხედავს, შეიძლება ზოგმა ვაფშე დაანგრია ურთიერთობა.
გამიგე და თქვა რომ სულ კარგად იყავი, вообще დახურა ურთიერთობა და ამიტომ ამ ადამიანს არ აქვს პასუხი იმაზე რომ მე არ ვიცი საერთოდ როგორ რანაირად მოხდება და აი ამ სტრესში ჩავარდნეს ეშინიათ გამიგეთ, აი ეს არის რა და ამიტომ რომ არ აქვს ინფორმაცია თქვენზე, ან თუ აქვს ინფორმაცია შეიძლება ხედას რომ თქვენ უკვე კარგად ხართ და ну დაუშვათ შეიძლება სურათები ნახან, რა ვიცი, ყოველს თავისი თემაა და ამის გამო არ იცის და ეს ამის შიშია, გაიგეთ, სჭირდება თუ არა მას ეს ჩემი სიყვარული, გამიგეთ რა ხდება. ნახოთ რა ქმედებების, ну მზად არის რა. ესე რა ქვია, გაკეთება. რა შეუძლია მაგას და აი ზუსტად ქმედება რომ აი ყველაფერი რაც კი იყო დაუშვათ თქვენ შორის დაივიწყოს ეს ერთი მოდის ინფორმაცია რომ თქვა დავივიწყო ის რაც კი დაუშვათ ახლა ну იყო ჩვენ შორის მტკივნეული მომენტები ახლა ну ურთიერთობაში ისე არ არსებობს რომ მარტო თქვენ გატკინათ გული და იმას არაფერი რა აი გასისულელი რა თქმა უნდა მაგრამ მზად არის იმისათვის რომ ეს ყველანაირად თქვათ აი ну დავივიწყო რა მზად ვარ დაბრუნებისთვის მზად არის ეს ადამიანი კიდე მზად კი თქვენთან ერთად ყოფნას მზად არის შეიძლება გააკეთოს даже ის რასაც თქვენ მისგან ადრე ელოდებოდით და არ აკეთებდა სხვათა შორის აი მზად არის ეს ადამიანი ნამდვილად რომ თქვენი გულისთვის თქვათ ახლა ეს გააკეთოს რა ნამდვილად მზად არის იყოს თქვენს გვერდით სულ მიხვდით აი ამის ეს მზად არის ადამიანი მზად არის თქვენთან ერთად წავედეს მუდმივ ბედნიერებაში აი ეგაც არის რა ну ძალიან ისეთი მაგარი მზად არის რომ თქვათ ну საუბრებისთვის ყველაფრისთვის არის აქ თითქოს მზად რა ну ყველაფრისთვის რა აი რაც თქვენ შეიძლება წარსულში გაწუხებდეთ აი მაგისთვის მზად არის ანუ ნახოთ ახლა აქვს თუ არა მაგას ну სერიოზული კი არა ძალიან სერიოზული და რატო ახლა ნახეთ განზრახვები იმიტომ რომ აქ არის როგორი თემა აქ არის ეს ადამიანი უსმენს სულს სხვათა შორის მომწონს კიდე ნახეთ აი ჰარმონიული ურთიერთობა მინდა ხო მინდა რომ თქვა მოგისმინო მინდა თქვა რომ შენთან აი შევცვალო ყველა რაღაცა ეს რას ნიშნავს ეს არის ზუსტად ეს სიტუაცია როცა ადამიანი უკვე უსმენს თავის სულს ეს ადამიანი ხვდება რომ თქვენ ხართ ის ადამიანი სადაც გრძნობდა ეს კომფორტს რა სადაც გრძნობდა იმას რომ აი თუ აქტუალურია თქვენთვის, ხო? ანუ მზად არის თქვენ შვილებთან ცხოვრება, ან თქვენი შვილების მიღებისთვის არის მზად. ანუ მზად არის რომ აი ერთად იყოთ სულებით, გამიგეთ რა ხდება, იმიტომ რომ ექვსიანით ასე კი მზად ვარ რომ მოგისმინოს, მზად ვარ რომ აი არის ანუ სერიოზული ძახვები, ხო? ანუ ყველანაირად თუ იცით როგორი სიტუაცია არის, რომ თავიდან დავიწყოთ, მოდი ვისაუბროთ, მოდი ერთმანეთს მოვუსმინოთ რა. იმიტომ რომ ამ ადამიანს ახლა ნამდვილად, ну თქვენ აძლევთ მაგას ბედნიერებას, გამიგეთ. აქ არის ეს მომენტი, რომ მოდი დაგელაპარაკო. აი თითქოს როგორ არის, იცით, აქ ადამიანს უნდა რომ რაღაცა ცვლილებები ისეთი წამოვიდა მასში რა, აი აქაც ხო თქვი რომ რაღაცა ცვლილებები მეთქი მოდის რა. და აი როგორ თქვა, აქ ხო გითხრათ ჩვენ რომ არ მინდა თქვა რომ ვიჩხუბოთ, არ მინდა რომ გავიბუდოთ, არ მინდა ერთმანეთს დავბლოკოთ, მინდა სხვანაირად, ხო? და აი აქ ვეუბნება როგორ რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ, ერთმანეთს დაველაპარაკოთ, მე რო გეტყვი შენს გამიგე. ანუ აი თუ დაუშვათ რამე ხა ანუ ვისაუბროთ ხო ისე კი არა თქვა რომ გავიბუტოთ და რაღაცა არა იმიტომ რომ მე უკვე აი თითქოს ეს იმდენად უნდა ბედნიერი იყოს თქვენს გვერდით ხო რომ ნამდვილად აი მოდით რა აი მეც გეტყვი შენ რა მაწუხებს შენს გამიგე რა შენს გამიგე მე რაც მაქვს თქვა უშუალოდ გულში სულში იმიტომ რომ ნუ მე მინდა რომ ჩვენს ბედნიერებას არაფერმა არ შეუშალოს ხელი აი აქ რაღაცა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია თყობა გაიარა, რომ მე-16 არკანი აგერ არის რა. თითქოს გაეხილა თვალები ამ ადამიანის ბევრ რამეზე და შეიძლება მიხვდა რომ მხოლოდ თქვენ ხართ მისი ბედნიერება რა. ბევრ რამეზე თყობა აქ ადამიანი ფიქრობდა, იმიტომ რომ თან წყვილადაც აჩვენებდნენ კვერთხების დედოფალი, კვერთხების მეფე. ანუ ერთმანეთზე მოქმედებთ თქვენ ძალიან რა, ძალიან მნიშვნელოვანია. ნახოთ ახლა, ანუ როგორ ხედავს ეს
თქვენს ურთიერთობაში, ანუ შედეგს როგორ შედეგს ხედავს. ნუ აი კვერთხების დედოფალი აქ როგორ ხედავს და თქვენ რასაც გადაწყვეტთ. აი ეს იქნება შედეგი მისთვის. თქვენ რასაც გადაწყვეტთ. აი ესე იქნება. იმიტომ რომ ამ ადამიანს აქ როგორ ახლა კი ეჭვიანობა და რაღაცა, კი ეს ადამიანი ადგება და მაინც შეეცდება რომ ნაბიჯიც გააკეთოს, ხო, მაგრამ ფიქრობს რომ ყველა ვარიანტში თქვენ ხართ აქ ხა როგორ მიიღებთ თქვენ, იმიტომ რომ ამას ახლა სხვადასხვა ეჭვიანობს ძალიან ეს ადამიანი, ვინმე ხომ არ ჩაერია სანამ ეს პაუზა იყო. ამაზე აქვს, მაგრამ ეს მაინც ხედავს, რომ თქვენ უნდა დაიწყოთ თავიდან ეს ურთიერთობა და სხვანაირად უნდა დაიწყოთ ეს ურთიერთობა რა. თუ შეხვედრები არ იყოს, შეხვედრები უნდა რომ შეხვდეს რა, დაუშვოთ ახლა. აი ეს არის აქ. კი, ბედნიერი აკაცათიანი თასების, კი ბატონო. უნდა მაგას რომ თქვენთან ბედნიერი იყოს რა. და რა შეიძლება შეცვალოს თქვენი საერთო გზა. წარსული, ნახეთ აქ პრინციპში რა შეიძლება თუ თქვენ ახლა აი რა შეიძლება შეცვალოს დასრულება. ნახეთ, აქ დასრულდება, აქ უნდა დასრულოს ეს პროგრამები. აქ შეიძლება რა იყოს კიდე რა შეიძლება შეცვალოს, აქ კარგი კონტექსტი გვაქვს ჩვენ, ხო? აი ზუსტად რომ თქვენ უნდა დაასრულოთ ის თქვენი ძველი მიდგომები, რომელიც იყო, უნდა დაასრულოთ, რაც არ იყო უკვე. ნუ აი ეს თქვა ტკივილები, რაღაც, უკვე აქაც ბევრი ამაზე ველაპარაკეთ, ხო? ამაზე უნდა დაესვას წერტილი, აუცილებლად უნდა დაესვას წერტილი, ეს მტკივნეული პერიოდი უნდა წავიდეს. აქ რაღაცა ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოთ თქვენ, კი, ახალი ფურცელი. აი ნახეთ როგორ არის, უნდა დაივიწყოთ თქვენ ყველა წყენა, უნდა დაივიწყოთ ყველა პრეტენზიები, უნდა დაივიწყოთ, ანუ დატოვოთ წარსულში, აქაც ხო აი სუნთელი გაშლა ამაზე არის რა. უნდა დატოვოთ რა ეს მომენტები, რომელიც ანუ დაუშვათ ახლა თქვათ ადამიანი გამოჩნდა შერიგებაზე წავიდა საქმე, არ დაიწყოთ. აი შენ რომ მე ახლა იქ მაშინ რო თქვი, всё, გაფუჭდება ეს ყველაფერი, ისევ გეუბნები და არა, შენ თუ გინდა ამ ადამიანთან ურთიერთობის დაწყება, ნუ დაივიწყე, მორჩა ახლა პერიოდი ხო გქონდა, ხო გეფიქრა, მეტან აგიხსენით ახლა აქ რამდენიც გიღეჭავდეთ, ხო? რატო ხდება ეს ყველაფერი და ამიტომ ამასაც გაითვალისწინეთ რა. და ეს ყველაფერი უკვე დატოვეთ წარსულში და განახლებული ენერგიებით შედეთ ამ ურთიერთობაში რა. და ვნახოთ ახლა რა არის აქ ახლა დამალული მის გეგმებში, ვნახოთ ახლა. იცით რა არის ახლა რაზე მერყობ, რა და რა არის. ნუ იცით რა არის დამალული მის გეგმებში, აი ის რომ მაგას აი მაინც სადღაც შიში აქვს იმისი რომ კიდე ხომ არ ვიჩხუბებთ, გაიგე. აი არჩევანს გააკეთებ, ეს სულით არჩევანი გაკეთებული არის. პრინციპში აქ სულების შორის არჩევანი გაკეთებული არის იმისი რომ ჩვენ სულებს უნდა რომ იყოს თქვენ ერთად, გამიგეთ სულებს, მაგრამ ადამიანის დონეზე კიდე ეს ფიქრობს რომ აი კიდე ხო არაფერი იქნება, კიდე ხო არ წავა ესე ვისი, ხო? ანუ კიდე ხომ არ მოგვიწა ის ძველი თქვენი პროგრამები, როცა ადამიანი მოდიოდა, უცბად გაბრაზდებოდა, უცბად თქვა ჩაიკეთებოდა, უცბად თქვა რაღაცა. ეხლა ეს არის როგორ იცით რომ და აი ამის გამო ხდებოდა რა დაუფასებლობა რაღაცა თქვენი, ხო? აი მე რა მაინტერესებს ახლა იცით, აქ ეს ყველაფერი შენ ფიქრობ რომ ისევ გამეორდება? ხო. თქვენგან ეშინია მას გამიგეთ რა ხდება თქვენგან. მოიცადეთ. ვერაიტან თქვენ დაუშვათ, ეხლა ნახეთ, თუ ეს ადამიანი არის როგორი თქვა ტიპი, დაუშვათ თუ აქვს მაგას, მის ნახეთ, სულებმა არჩევანი გააკეთეს, მაგრამ თუ დაუშვათ ამ ადამიანს აი აქ კარგად მაინტერესებს. კი გითხრა სტაბილურად მინდა შენთან ვიყო, მაგრამ შეიძლება ეშინია მაგას რომ გამეორდება თქვენთან ისევ თქვენიდან გოგოსგან წამოვიდეს გაუგებრობა რაზე იცით და მეუღებლობა
თუ მოგიწევთ თქვენ დაუშვათ და შორება. ნუ დაუშვათ ეს ადამიანი დადის, ხა ის დაუშვათ რა სამოვიჩენ. დაუშვათ, ისევ დაუშვათ. ეს ადამიანი თქვათ მიდის იმას, ნუ თქვათ მივლინებები აქვს, ან სადმე უნდა წავედეს, ან უცბად რაღაც. რომ თქვენ ისევ დაიწყებთ გაბრაზებას და თქვენ ამას არ მიიღებთ. აი ეს შეიძლება იყოს აქ. და შენ რა გინდა რომ აი ეს შენი ეს წასვლა მოსვლა მიიღოს თუ რა გინდა ვერ გავიკე. არაო, მე პირიქით აღარ მინდაო ეგაო. მე მალავ იმას რომ მე პირიქით ეს არ მინდა, მე მინდა რომ ჩვენ ვიყოთ ერთათო. მე პირიქით მაგას ვიძახე რომ მე არ მინდა რომ ეს იყოს, მე მინდა რომ ჩვენ უკვე ვიყოთ ერთად. ამ როგორ არის იცით რომ ეს ამას უნდა როგორი მომენტი იცით რომ თქვენთვის так, ну эти разы арაფერი არ გითხრა. რომ მან მიიღო, რომ უნდა რომ თქვენ იცოდეთ, რომ მას მაინც უყვარხარ თქვენ, სადაც არ უნდა იყოს თვითონ. რომ არ გეგონოს, რომ მისთვის შენ არაფერი არ ახარ, არ ფიქროს ის, რომ შენ დაუშვოთ ახლა, ანუ ამას უნდა რომ თქვენ გაიგოთ, რომ ეს ადამიანი არის თქვენი, რომ არსად არ ვაპირებ მე წასვლას. აი ეს მინდა იცოდე, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს აქ, შენ იცოდე, რომ მე მაინც ყოველთვის მოვალ დიდი სიყვარულით შენთან, მე შენი ვარ. მე არსად, აი, ნუ თუ ეჭვიანი ხარ, დაუშვოთ, რომ არ ეჭვიანო, არ იფიქრო, თუ დაუშვოთ, მე წავედი, თუ დაუშვოთ, მე არ დაგირეკე, თუ დაუშვოთ, მე რაც არ უნდა გავაკეთო, ანუ იცოდე, რომ მაინც მიყვარხარ და მაინც შენთვის მნიშვნელოვანი ხარ და არ გამიბრაზდი, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, მე მაინც შენთან მოვალ. გამიგეთ? აი ესა. ხო, ნუ შედეგი, ნახეთ რა კარგი არკანია ვეგე. ნუ ბედნიერება ჩემო სიხარულებო, ძალიან ბედნიერება გელოდება და ძალიან კარგი იქნება ყველაფერი აბსოლუტურად რა. აქ ახალი ეტაპი გელოდებათ რა, ნუ მზის არკანი, მეტი რაღა უნდა ვთქვა, ნახეთ რა კარგად დაგვესრულა, ხო? ნუ არ ვიცი, თქვენი ისტორია თუ იყო მომწერე ძალიან მაინტერესებს, გამოიწერეთ არხით თუ ვინმეს არ აქვს გამოწერილი და რომ მიიღოთ, რა თქმა უნდა, ყველა გააშლა საინტერესო, რასაც ჩვენ აქ ვდებთ, ხო? მე გისურვებთ აი ამას. ბედნიერებას.